ამერიკას აქვს ჩინეთთან ომის გეგმა და ამისთვის მხოლოდ 2 დღე სჭირდება. შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს თუ პეკინი გადაწყვეტს, რომ ეს გრაფიკი არ მოსწონს, რაც ისტორიულად ასეა. დაძაბულობის კერა არის ტაივანი, კუნძული, რომელიც აწარმოებს ჩიპებს, რომლებიც მუშაობს თქვენს ტელეფონში, თქვენს მანქანაში და ნახევარი პლანეტის სამხედრო ტექნიკაში. თუ ტაივანი დაიკარგება, გლობალური ეკონომიკა დაინგრევა. საომარი თამაშების სიმულაციები აჩვენებს, რომ მხოლოდ პირველი სვლა ამერიკას დაუჯდება 2 ავიამზიდი და 500 თვითმფრინავი. ეს უბრალოდ ცუდი დღე არ არის სამსახურში. ეს ვიეტნამია, შეკუმშული 3 კვირაში, სანამ ვინმე საერთოდ დაიწყებს მშვიდობის შეთანხმებაზე კამათს. აბა, როგორ ყიდიან გეგმას, რომელიც კატასტროფული დანაკარგებით იწყება, როგორც გამარჯვების სტრატეგიას. დღეს ვსაუბრობთ ამერიკის რეალურ პასუხზე ჩინეთის ტაივანზე შეჭრაზე. და რატომ აშინებს ეს პეკინს უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ავიამზიდების ჯგუფი. და თუ მოგწონთ ეს ყოველკვირეული ვიდეოები, გამოიწერეთ არხი, სანამ პენტაგონი ამ ინფორმაციასაც გაასაიდუმლოებს. მოდით დავიწყოთ პრობლემით. 30 წლის წინ ამერიკა ტაივანის სრუტეში ავიამზიდების ჯგუფებს აგზავნიდა და ჩინეთს უკან დახევას აიძულებდა. დღეს ამ ავიამზიდების ჯგუფებს ასობით მილის დაშორებით ღია ზღვაში უწევთ მოქმედება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მტრის რაკეტებისა და დრონების დარტყმის რისკი არსებობს. ეს უკვე ვნახეთ 2026 წლის ირანის კონფლიქტში. მაგრამ ჩინეთს 1000-ობით მეტი დრონი და რაკეტა აქვს და ისინი უფრო შორს წდებიან ვიდრე ირანის. ჩინეთს ასევე ყველაზე მეტი გემი ჰყავს მსოფლიოში ნებისმიერ ფლოტთან შედარებით. 2026 წელს 405 გემი. მართალია, ეს გემები ისეთივე ხარისხის არ არის, როგორც აშშ-ს საზღვაო ფლოტის გემები, მაგრამ სამხედრო წყაროები, მაგალითად გენერალი ჯეკ კინი, თან ხდებიან, რომ რაოდენობას თავისი მნიშვნელობა აქვს. მეტი გემი ნიშნავს მეტ ცეცხლის ძალას. უბრალოდ შეხედეთ სიას. ჩინეთს ჰყავს 8 რენჰაის კლასის გამანადგურებელი. ასევე არის 28 ლიუნგანგ მესამე კლასის გამანადგურებელი. სია გრძელდება. ჩინეთს სერიოზული ცეცხლის ძალა აქვს. აი რატო ჩაატარეს დამოუკიდებელმა წყაროებმა, როგორიცაა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, ანუ CSIS-მა, საკუთარი სამხედრო სიმულაციები და შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელი იყო. კარგი ამბავი ის არის, რომ შეერთებული შტატები და ტაივანი შეაჩერებდნენ შეჯრას, თუ იაპონიის დახმარება ექნებოდათ. მაგრამ ეს იყო ერთადერთი კარგი ამბავი. CSIS-ის დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ამერიკა დაკარგავდა 2 ავიამზიდს, 10-დან 20-მდე დიდ ზედაპირულ საბრძოლო ხომალდს და 200-დან 500-მდე თვითმფრინავს. თუ დავითვლით, ეს თითქმის 3200 სამხედრო მოსამსახურეა და ეს მხოლოდ პირველი ბრძოლაა. ერთი ბრძოლა, რომელიც ვიეტნამში დაღუპულთა დაახლოებით 20%-ს უდრის 3 კვირაში. ეს მხოლოდ ომის პირველი ფაზაა. ასე რომ, სხვა არჩევანი არ არსებობს. აშშ სამხედრო ძალებს მოუწევდათ ტრადიციული ძალის პროექციის სტრატეგიის შეცვლა. ეს დაიწყებოდა იმით, რომ ავიამზიდები გადაიწევდნენ მინიმუმ 900 მილის დაშორებით, რათა თავიდან აეცილებინათ ჩინეთის DF-21 რაკეტა, რომელსაც ავიამზიდების მკვლელსაც უწოდებენ. და მათ იქ მოუწევდათ დარჩენა მანამ, სანამ ჩინეთს ნაკლები საბრძოლო მასალა არ დარჩება. ასე რომ, ავიამზიდები ვერ შეაჩერებენ ტაივანში შეჭრას. ავიამზიდზე დაფუძნებული თვითმფრინავები ვერ შეძლებენ მნიშვნელოვანი სამიზნეების დაბომბვას ჩინეთის მატერიკზე. შესაძლოა მათ ვერც კი მოახერხონ სამიზნეების დაზიანება ტაივანის სრუტეში, სანამ შეჭრა არ დასრულდება. მაგრამ სურათი კიდევ უფრო ბნელდება. როგორ აანაზღაურებს შეერთებული შტატები თავის დანაკარგებს? 1975 წელს შეერთებული შტატები ერთ-ერთი უდიდესი გემთმშენებელი ქვეყანა იყო მსოფლიოში. 50 წლის შემდეგ ის გლობალური ფლოტის ნაკლებად ვიდრე 1%-ს შეადგენს. შეერთებულ შტატებს მხოლოდ 4 საზღვაო გემსაშენი აქვს, 17 მშრალი დოკით. ჩინეთს კი მინიმუმ 35 აქვს. მას ასევე ჰყავს ათეულობით ინდუსტრიული პარტნიორი, რომლებიც სამხედრო გემების წარმოებას შეძლებენ. შეერთებულ შტატებს მართლაც აქვს 154 კერძო გემთსაშენი, ხოლო ჩინეთს 175. შეიძლება განსხვავება არ მოგეჩვენოთ, მაგრამ შესაძლებლობების მხრივ ეს უზარმაზარია. ჩინეთს შეუძლია გემების აშენება შეერთებულ შტატებზე 232 ჯერ უფრო სწრაფად. საზღვაო შესაძლებლობებში განსხვავება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ჩინეთს შეუძლია 3 სრულიად ახალი გემის აშენება იმ დროში, რაც შეერთებულ შტატებს სჭირდება მხოლოდ 1 გემის კორპუსის ტექნიკური მომსახურებისთვის. პენტაგონის პასუხია, რომ მხოლოდ ციფრები მთელ სურათს არ ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მეტი გემი ჰყავს, აშშ საზღვაო ფლოტს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს საერთო ზომასა და ცეცხლის ძალაში. ამერიკის გემები უფრო დიდია, უფრო ქმედუნარიანია და უფრო ძნელად დასაძირია, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთმა შეიძლება ბევრად მეტი გეგმი დაკარგოს პირდაპირ დაპირისპირებაში. პრობლემა ისაა, რომ ეს უპირატესობა წლების განმავლობაში მცირდება. დაკარგული გემების ჩანაცვლება ახლა უკვე ისეთი მარტივი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ბოლოდროინდელ სამხედრო სიმულაციაში დაკარგული ამფიბიური გემების ჩანაცვლებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა.
დაკარგული წყალქვეშა ნავების ჩანაცვლებას კი 7.5 წელი. გამანადგურებელი გემების ჩანაცვლებას 15 წელი დასჭირდა, ხოლო მხოლოდ 2 დაკარგული ავიამზიდის ჩანაცვლებას 30 წელი. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, თუნდაც აშშ-მ ომი მოიგოს, ზოგიერთი დანაკარგის აღდგენას 10 წლეულები შეიძლება დასჭირდეს. და ეს ოპტიმისტური სცენარია. ეხლა ვაშინგტონმა გემთმშენებლობის ოფისი შექმნა, რათა პრობლემის გადაჭრა სცადოს, მაგრამ აშშ-ს საზღვაო ძალებმა მაინც გამოაცხადეს სერიოზული დაგვიანებები 2025 წლის სექტემბერში. აი აქ ხდება ყველაფერი კიდევ უფრო შემაშფოთებელი. ის გემები, რომლებზეც ამერიკა მომავალ კონფლიქტში იმედს ამყარებს, გეგმილი ვადით არ მზადდება. შემდეგი თაობის წყალქვეშა ნავებიდან დაწყებული საზღვაო ძალების უახლესი ავიამზიდით დამთავრებული კრიტიკული პროგრამები დაგვიანებით მიმდინარეობს. ზოგიერთი 1 წლით, ზოგი 2 წლით, სხვები კი 3 წლით. ცალკე აღებული ეს დაგვიანებები კატასტროფულად არ ჟღერს, მაგრამ ერთად ისინი ჯამში 11 წლიან საოცარ დაგვიანებას იძლევა, რომელიც 9 ძირითად გემთმშენებლობის პროგრამაზეა გადანაწილებული. მიზეზები გასაკვირად ჩვეულებრივია. მიწოდების ჯაჭვის პრობლემები, რომლებიც პანდემიის შემდეგ სრულად ვერ აღდგა, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და გემთმშენებლობის ქარხნები, რომლებიც უკვე ძლივს ასწრებენ მოთხოვნას. თუ მომდევნო რამდენიმე წელიწადში ტაივანის გამო დიდი ომი დაიწყება, შეერთებული შტატები იბრძოლებს იმ ფლოტით, რაც დღეს აქვს, და არა იმით, რომლის ქონასაც ხვალ გეგმავს. და თავად პენტაგონის ოფიციალური პირებიც კი აღიარებენ, რომ არც ერთი აღმასრულებელი ბრძანება ჯადოსნურად ვერ გააქრობს წლების განმავლობაში დაგროვილ დაგვიანებებს, სანამ პოტენციური კრიზისი დადგება. გემები ერთადერთი პრობლემა არ არის. საომარმა თამაშმა ასევე აჩვენა, რომ პენტაგონს შეიძლება 8 წელი დასჭირდეს ყველა დაკარგული გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაცვლელად და 12 წელი დაკარგული ბომბდამშენების შესაცვლელად. ამაზე ამერიკის სამხედროები ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ ეს მძიმე რეალობაა. ეს იმიტომ, რომ რეგიონში არსებული ბაზები, როგორიცაა კადენას ავიაბაზასაც და გუამსაც, კი ჩინური რაკეტები დაარტყამენ. ასობით თვითმფრინავი კიდევ განადგურდებოდა და ათასობით დამატებითი მსხვერპლი იქნებოდა, სანამ კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეც კი გავიდოდა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, საომარი თამაშებიდან მიღებული შოკის მომგვრელი დანაკარგები შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარი არც იყოს. ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს. მაშ, როგორ შეიძლება ესეთი არასრულყოფილი გეგმა გამარჯვების სტრატეგია ჩაითვალოს? სინამდვილეში ასე არ არის. აი რატომ გეტყვით აშშ-ს სამხედროები, რომ CSIS-ისა და კონგრესის ანალიზი მოძველებულია. ამ ყველა საფრთხის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, ასე რომ ეს ნამდვილი გეგმა არ არის. მაგრამ თუ ეს არც საზღვაო ძალები და არც საჰაერო ძალები არ აჩერებენ შეჭრას ტაივანის სრუტეში, მაშინ რა არის? ნამდვილი სამხედრო ძალის სტრატეგია არ არის დამოკიდებული მილიარდობით ღირებულ ავიამზიდებზე ან ძვირადღირებულ აეროდრომებზე, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ამას ქვია პროექტი Hellscape. ეს იყო ოფიციალური სიტყვები ადმირალ სემუელ პაპაროს, აშშ-ის ინდოწყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურის, რომელიც მან Washington Post-ს უთხრა 2020 წლის ზაფხულში. თუ პროექტი Hellscape ისე იმუშავებს, როგორც არის დაგეგმილი, ნებისმიერი ჩინური შემოსევის ძალა ნამდვილ კოშმარში უნდა გაიაროს. ტაივანის სრუტის მთელი 110 მილია ამერიკული და მოკავშირე ქვეყნების დრონებით იქნება სავსე. ეს შექმნის გიგანტურ სადაზვერვო და დათმის ქსელს, რომელიც გავრცელდება თანამგზავრებიდან და სადაზვერვო თვითმფრინავებიდან ომის გემებსა და წყალქვეშა ნავებამდე. ყოველი მოძრაობა შეიძლება დაფიქსირდეს. თითოეული სამიზნე, ამოცნობილი და თითოეული შეცდომა, დასჯილი. თეორიულად ეს წარმოუდგენლად ძლიერი კონცეფციაა, მაგრამ ეს მხოლრიაშია. ზოგიერთი ყველაზე თანამედროვე დრონი, როგორიცაა Global Hawk, ინტეგრირებულია უზარმაზარ ქსელში, რომელიც მოიცავს AWACS-ის თვითმფრინავებიდან წყალქვეშა ნავებამდე ხელოვნური ინტელექტით, რომელიც სამიზნეებს კიდევ უფრო ნათელს ხდის, მაგრამ ასეთი მხოლოდ 33-ია. და მათი ჩამოწერა სწორედ იმ პერიოდშია დაგეგმილი, რომელსაც ბევრი ანალიტიკოსი ტაივანის კონფლიქტის ყველაზე მაღალი რისკის ფანჯარად მიიჩნევს. მაგრამ თუ ეს სისტემები ასეთი კრიტიკულია, რატო უნდა მოვიშოროთ ისინი? პენტაგონის პასუხია, რომ Hellscape დღევანდელ ტექნოლოგიებზე არ არის აგებული. ის ხვალინდელ ტექნოლოგიებზეა აგებული. სამხედროები იმედოვნებენ, რომ დროულად გამოჩნდება ახალი თაობის, უფრო იაფი და ჭკვიანი დრონების მასიური ნაკადი. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საომარი გეგმა დამოკიდებულია არა იმ იარაღზე, რაც უკვე აქვს, არამედ იმ იარაღზე, რომლის შექმნასაც ჯერ კიდევ აჩქარებული ტემპით ცდილობს. პაპარო თავს იკავებდა იმის თქმისგან, თუ რა ტიპის ახალ უპილოტო სისტემებს გამოიყენებდა Hellscape. მაგრამ ჩვენ სხვა წყაროებიც გვყავს. 2023 წლის აგვისტოში თეთრმა სახმა დაიწყო რეპლიკატორის პროგრამა, რათა 10,000-ობით დრონის სისტემა შეეძინა. ღირებულება წელიწადში $500 მილიონ შეადგენდა. პენტაგონის ოფიციალური პირები ჯერჯერობით შედეგებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. გენერალმა ჩარლზ ბრედფორდ კუპერმა მეორემ, პაპაროს კოლეგამ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში,
ამ პროგრამას შეუცვლელი უწოდა. მისი არგუმენტი იქნებოდა, რომ ირანთან ომის პირველ დღეს ამ იარაღების ჯგუფმა გაანადგურა ირანის მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა საბრძოლო მასალის ქარხნები და სარდლობისა და მართვის ცენტრები. თითოეულის ფასი კი $50,000 იყო. მას ეწოდება დაბალფასიანი უპილოტო საბრძოლო შეტევის სისტემა, ანუ ლუკასი. ამ $50,000-ად ASSR სამხედროები იღებენ იარაღს, რომელსაც შეუძლია 500 მილის მანძილზე მიზნების დაზიანება. შედარებისთვის RTF-35-ის ძრავა დაახლოებით $22.6 მილიონი ღირს. თუ მათემატიკას ჩავთვლით, ეს ნიშნავს, რომ RTF-35-ის ერთი ნაძვის ფასად 452 ლუკასის დრონის შეძენაა შესაძლებელი. რაც კიდევ უფრო კარგია, ეს იარაღები შეიძლება გაეშვას გემიდან ან თუნდაც პიკაპიდან, მაშინ როცა F-35 მხოლოდ ავიამზიდიდან ან აეროდრომიდან შეიძლება გაეშვას. ასე რომ დრონები გადარჩენის უნარს ფლობენ, ისე როგორც ამერიკის ტრადიციული იარაღები ვერ ახერხებენ. მაგრამ ეს მათი ერთადერთი ღირსება არ არის ჩინეთთან ომში. ესე წოდებული ლუკასის დრონები ირანის შაჰედის გაუმჯობესებული ვერსიებია, უბრალოდ უკეთესი დამიზნების სისტემით, რაც GPS სისტემის დამსახურებაა. ASSR სამხედროები ამბობენ, რომ დრონები ხელოვნური ინტელექტის მართვის სისტემაზეა მიერთებული, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ ადამიანის ოპერატორებთან კავშირის გარეშე. ეს მათ ჩახშობას ან დაბლოკვას შეუძლებელს ხდის, თუნდაც GPS სისტემა გაითიშოს. ჩინეთის მასშტაბური ელექტრონული ომის ქსელი და სატელიტების გამანადგურებელი რაკეტებიც კი საკმარისი არ იქნება მათ წინააღმდეგ. ეს არის პენტაგონის არგუმენტები. ის იმდენად ენდობა ამ დრონებს, რომ გეგმავს 2028 წლისთვის 340,000 ასეთი დრონის წარმოებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ დრონების დიდი კედელი წყლის ქვეშაც გაგრძელდება, რადგან პენტაგონმა დიდი ინვესტიცია ჩადო წყალქვეშა აპარატების, მაგალითად ორკას, ავტონომიური წყალქვეშა დრონის შექმნაში. იგი უნდა იყოს მრავალმხრივი და ადაპტირდეს სხვადასხვა მისიაზე, როგორიცაა მეთოყურეობა, ელექტრონული ომი ან შეტევითი ოპერაციები. მათ შეუძლიათ დანაღმა, მცირე დრონებისა და ფთოსანი რაკეტების გაშვება, ან თუნდაც ტორპედოების დამონტაჟება, რომლებიც უმოქმედოდ რჩებიან მანამ, სანამ ბრძანებას არ მიიღებენ. შემდეგ კი ისინი გემების გამანადგურებლებად იქცევიან. ყველაფერი ეს ერთ-ერთეულზე, რომლის ფასი, როგორც ამბობენ, $45 მილიონი. შედარებისთვის Arleigh-Burke's კლასის გამანადგურებელი თითოეული დაახლოებით $2.7 მილიარდი ღირს. ასე რომ პენტაგონის თქმით, ორკა საკმაოდ იაფი სიამოვნებაა. ყველაფერი შესანიშნავ გეგმად ჟღერს, მაგრამ ციფრები სხვა რამეს მიუთითებს. 2 წლის შემდეგ, რაც რეპლიკატორის პროგრამა დაიწყო, პენტაგონის წყაროებმა აღიარეს, რომ მხოლოდ ასეულობით ახალი დრონის სისტემა იყო მიწოდებული. ეს უნდა გვაფიქრებდეს. შეუძლია თუ არა თავდათვის დეპარტამენტს მხოლოდ 3 წელიწადში 340,000 ლუკასის დრონის წარმოებავება. რაც შეეხება ორკას, ASSR სამხედროები აღფრთოვანებით საუბრობენ მის შესაძლებლობებზე, მაგრამ ყოველთვის მომავალ დროში. ისინი არ გეტყვიან, რამდენი აქვთ რეალურად. მხოლოდ ერთი. 2023 წლის ბოლოს მიაწოდეს, 2019 წელს 5 შეუკვეთეს და დანარჩენებს ჯერ კიდევ ველოდებიან. და ნელი გრაფიკი მხოლოდ პირველი საგანგაშო ნიშანია შემოთავაზებული პროექტი Hellscape-ისთვის. ჩინეთს საკუთარი უზარმაზარი დრონების ფლოტი ჰყავს. მან ამერიკის ყველა მაღალი კლასის დრონი დააკოპირა, როგორიცაა Global Hawk და MQ-9 Reaper-ი. მაგრამ საქმე კიდევ უფრო მძიმედაა. რადგან ბრძოლა ჩინეთის სანაპიროსთან ახლოს გაიმართება, ჩინელები შეძლებენ ნაკლები მანძილის მქონე მეტი დრონი მიიყვანონ ტაივანის სრუტეში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის დრონები უფრო იაფი და რაოდენობრივად მეტი იქნება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის მსოფლიოს დრონების მიწოდების ჯაჭვის ცენტრშია. ჩინეთმა ეს ჯერ კიდევ 2026 წლის დასაწყისში აჩვენა, როდესაც სახელმწიფო ტელევიზიით გამოავლინა, თუ როგორ აკონტროლებდა ერთი ჯარისკაცი 200 დრონის როის. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს პროპაგანდა, მაგრამ ანალიზები, მათ შორის ASSR-ის მთავრობის VOA-ის ახალი ამბების მიერ ჩატარებული, მიუთითებს, რომ ჩინეთს თავისი ფლოტის შემადგენლობაში 50-ზე მეტი ტიპის დრონი ჰყავს და 10,000-ობით მათგანი შეუძლია გამოიყენოს. პენტაგონის დრონების დიდ კედელს კიდევ ერთი დარტყმა. ის არის, რომ ჩინეთი თითქმის ყველა მაგნიტს აკონტროლებს, რომლებიც ამ დრონებში გამოიყენება, მიუხედავად იმისა, ვინ იღენებს მათ. მაგნიტების გარეშე დრონებიც არ იარსებებს. ძრავები მათ გარეშე ვერ იმუშავებს. პენტაგონი იცის, რომ ეს პრობლემაა. ამიტომ 2027 წლის 1 იანვრიდან ამერიკელ თავდაცვის კონტრაქტორებს აეკრძალებათ ჩინეთიდან შემოტანილი იშვიათმიწიერი მასალების გამოყენება. მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ მიწოდების ჯაჭვების გადახალისებას წლები სჭირდება და ამ თემაზე საუბარიც კი არ დაგვიმთავრებია. ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. მაგრამ დაუშვათ, საუკეთესო სცენარი იქნება და დრონების პრობლემა დროულად მოგვარდება. მაინც დარჩება კიდევ ერთი ნაკლი. მიწოდების ჯაჭვის შეცვლა შესაძლებელია. ვერ შეცვლი იმ ფაქტს, რომ რასაც იხდი, იმას იღებ.
დრონები იაფია, ზედმეტად იაფი იმისთვის, რომ პენტაგონის ოპტიმისტების მოლოდინები გაამართლონ. პაპა რომ თავად აღიარა, რომ დრონების დიდი კედელი არ იყო შექმნილი ომის სწრაფად მოსაგებად, ან საერთოდ ომის მოსაგებად. მან თქვა, რომ Hellscape-ის უპილოტო ნაწილი დროის მოსაგებად იყო განკუთვნილი. იმედია, ერთი თვით. რაც არ უნდა ღირსებები კონდეს დრონების კედელს, ეს იყო ღია აღიარება იმისა, რომ ფლოტი არ იქნებოდა სწრაფი და მარტივი გამარჯვების გზა ჩინეთის წინააღმდეგ. უკვე ვნახეთ, რატომაც არის ძალიან ოპტიმისტური იმის ფიქრი, რომ ერთი თვეში ომის ბედი შეიცვლება, რბილად რომ თქვათ. თუნდაც ორგამ ყველაფერი შეძლოს, რაც საზღვაო ძალებს სურთ, ეს მაინც არ იქნება საკმარისი ჩინეთის მასშტაბის ფლოტის გასანადგურებლად. აშშ-ში სამხედრო ძალებს შეუძლია თავი დაარწმუნონ, რომ რეპლიკატორის დრონების ფლოტი გარდამტეხი ფაქტორია. მაგრამ მაინც დასჭირდება ტრადიციული იარაღი, რათა ჩინეთის სამხედრო მანქანას საჭირო ზიანი მიაყენოს. ლუკასის დრონებს აქვთ 40 ფუნტის ტვირთი. შედარებისთვის ანტიგემის რაკეტა, როგორიცაა ჰარპუნი, 500 ფუნტის ტვირთს ატარებს. ამას ვერ გაექცევი. საზღვაო ფლოტის გასანადგურებლად მძიმე რაკეტებია საჭირო. მაგრამ საიდან მოდიან ისინი? ყველაზე აშკარა წყარო წყლის ქვეშიდანაა. ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ 154 თომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტის ტარება, რომელთაც დაახლოებით 1000 მილის სიშორე აქვთ. საბრძოლო ველიდან ასობით მილის დაშორებით დამალულებს შეუძლიათ რაკეტების ტალღები გაუშვან ჩინეთის მასშტაბით სამხედრო ობიექტებზე. თანაც ისე, რომ მათი პოვნა ან საპასუხო დარტყმა უკიდურესად რთული იქნება. და განსხვავებით ამ საომარი გეგმების ზოგიერთ უფრო ოპტიმისტურ ვარაუდთან, ეს ის სფეროა, სადაც კრიტიკოსებიც კი როგორც წესი პენტაგონს ეთანხმებიან. ჩინეთმა ბოლო წლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, მაგრამ წყალქვეშა ომის მხრივ ექსპერტების აზრით ის ჯერ კიდევ დაახლოებით ერთი თაობით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას არ აქვს ის 10 წლეულების გამოცდილება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა წყალქვეშა ნავების თვალთვალსა და ნადირობაში დააგროვეს. მაგრამ საჰაერო ძალები ამბობს, რომ არ აპირებს საზღვაო ძალებს ჩამორჩეს. ის ამბობს, რომ მისი Rapid Dragon-ის პროგრამა არის გზა, რომ რაკეტები მოქმედების რადიუსში შეიყვანოს და სწრაფად უსაფრთხოდ გამოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომელი თვითმფრინავია. საჰაერო ძალებს ყავს დაახლოებით 460 C-130 და 222 C-17 სატვირთო თვითმფრინავი. ტრადიციულად ეს თვითმფრინავები გადაადგილებენ ჯარისკაცებს, საწვავს და აღჭურვილობას მთელ მსოფლიოში. მაგრამ თუ უკვე თვითმფრინავით მიაქვთ რაკეტები ბრძოლის ველზე, რატომ უნდა გადმოდვირთონ ისინი ბომბდამშენზე ან სამხედრო გემზე ჯერ? რატომ არ შეიძლება პირდაპირ სატვირთო საჰაერო ძალებს შეუძლიათ ეს გააკეთონ თვითმფრინავზე ერთჯერადი პლატფორმის დაყენებით? შემდეგ ის ჩვეულებრივი საჰაერო ჩამოგდებების მსგავსად გადმოიგორება თვითმფრინავის უკნიდან. რაკეტები პლატფორმიდან ისვრება, როცა ის ეშვება. C-130 შეუძლია 2 პლატფორმით 12 რაკეტის გაშვება. C-17 კი 5 პლატფორმით 45 რაკეტის. შედარებისთვის B-52 ბომბდამშენს მაქსიმუმ 20-მდე ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია, ხოლო B-2-ის 16-ის ტარება. Rapid Dragon გამანადგურებლის ცეცხლისლის ძალაა, აშჯერ ნაკლებ ფასად. და მთავარი იარაღი AGM-S 158, ჰაერი-მიწა კლასის შორი მოქმედების რაკეტა, ანუ JASSM, რომელსაც 575 მილის სიშორე აქვს. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სამიზნეები ჩინეთის სიღრმეში დაარტყას თვითმფრინავებიდან, რომლებიც ფრონტის ხაზიდან შორს მოქმედებენ. თითოეული რაკეტა ატარებს თითქმის 1000 ფუნტის წონის საბრძოლო ქობინს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ აფეთქებამდე თავდაცვას გაარღვიოს. ეს სერიოზული საფრთხეა ჩინეთის საზღვაო ფლოტის ყველაზე დიდი გემებისთვისაც კი. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ Rapid Dragon-ის პროგრამა აშშ-ის სამხედროებისთვის ჭკვიანური გზაა. უსაფრთხო მანძილიდან ძალის დემონსტრირებისათვის. ბომბდამშენების მცირე რაოდენობაზე დაყრდნობის ნაცვლად, ამ პროგრამას შეუძლია სატვირთო თვითმფრინავები რაკეტების გამშვებებად აქციოს. პენტაგონი აცხადებს, რომ მიზანია ბრძოლის ველი იმდენი საფრთხით აავსოს, რომ ჩინეთს გაუგაუჭირდეს მათი ყველა დაფიქსირება, რაც აიძულებს მას გამოიყენოს რაკეტები და საჰაერო თავდაცვა. ამავე დროს კი შექმნას შესაძლებლობები შემდგომი დარტყმებისთვის. თუ პენტაგონს დაუჯერებთ, საჰაერო და საზღვაო ძალები ჩინეთის მიმართულებით რაკეტებს ერთი მეორის მიღოლებით გაუშვებენ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი მასშტაბით არ მომხდარა. 1000 ჩინური სამიზნე, როგორიცაა Woody Island-ის რადარის სადგური და Subi Reef-ის ასაფრენი ბილიკი, 24 საათში კვამლში გაეხვევა. მთავარ მიწაზე კი სამიზნეებად იქცევა სარდლობისა და მართვის ცენტრები. წინა ხაზის ბაზები, გემცა. პენტაგონი გეტყვით, რომ ზუსტად იცის, სად არიან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეები, ან სად იქნებიან ისინი, როცა შეჭრა დაიწყება. ესეთი ბაზების წყალობით, როგორიცაა Pine Gap-ი ავსტრალიაში, აშშ-სა და მოკავშირეთა სადაზვერვო ქსელებს ზუსტად ეწოდინებათ, სად უნდა მიიტანონ დარტყმა. ცხადია, რომ წყალქვეშა ნავები და Rapid Dragon-ის პროგრამა იმას შეძლებენ, რასაც რეპლიკატორი ვერ ახერხებს. მხოლოდ ერთი პრობლემაა, რაზეც აშშ სამხედროები დიდად არ სურთ გითხრან. ეს სტრატეგია დამოკიდებულია საკმარისი რაკეტების ქონაზე.
მაშ რა მოხდება თუ რაკეტები გათავდება? სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა მხოლოდ იმას არ იკვლევდა, ტაივანის გამო ომს რა მსხვერპლი მოხვდებოდა. ამ ერთობლივმა კვლევამ წარმომადგენელთა პალატასთან ერთად ასევე შეისწავლა, რამდენი საბრძოლო მასალა დაკარგავდა შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ ოპერაციაში. შორმანძილზე ანტისაზღვაო რაკეტები 3-დან 7 დღეში ამოიწურებოდა. და ის გაზრდილი მოქმედების რადიუსის JASSM რაკეტები Rapid Dragon-დან მაქსიმუმ საჰაერო ძალებს მაქსიმუმ 30 დღე ექნებათ. იგივე ეხება წყალქვეშა ნავებიდან გაშვებულ გრძელ მანძილზე მოქმედ ტომაჰავკებსაც. რაც უფრო სასარგებლოა ტექნიკა, მით ნაკლებია მისი რეალურად ხელმისაწვდომი რაოდენობა. ეს იყო 2024 წელს ჩატარებული სიმულაციის შედეგი. იმ დროს პენტაგონის ოპტიმისტებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მას მნიშვნელოვანი ცვლადი აკლდა. ეს ახლა ასე აღარ არის, რადგან უკვე ვიცით, როგორია კონტაქტი კარგად შეიარაღებულ მტერთან. ამერიკის მარაგები უკვე გამოცადეს ირანში. შედეგი, შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ 2025 წლის ივნისში ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს ამოწურა თავისი THAAD რაკეტების 25%. ასევე RIM A-61 SM-3 რაკეტების 20%. შემდეგ 2026 წელს სპარსეთის ყურის ქვაკნებმა მხოლოდ 3 დღეში გაუშვეს 800 პატრიოტის რაკეტა. შედარებისთვის 2025 წლის განმავლობაში მხოლოდ 620 ესეთი რაკეტა იყო წარმოებული. ესენი თავდაცვითი რაკეტებია, მაგრამ გაკვეთილი ნათელია. თუნდაც შეზღუდულ ომში ინდუსტრიულ სახელმწიფოსთან მძიმე ზუსტი რაკეტების მარაგი სწრაფ იწურება. და ჩინეთის წინააღმდეგ რაკეტებზე მოთხოვნა ნაბევრად მეტი იქნებოდა ვიდრე ირანის წინააღმდეგ. ჩინეთს თითქმის 200 სადესანტო გემი ჰყავს და ეს რიცხვი იზრდება. ზოგიერთ გზაში რაკეტები მოხვდება, მაგრამ სხვები გადარჩებიან. თუ რამდენიმე ჩაიძირება, ჩინეთს შეუძლია მათი ადგილმონაცვლე ბევრი გემი იპოვოს. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება მომარაგების ჯაჭვს. ამჟამინდელი რაკეტების მარაგში არსებული კომპიუტერული ჩიპები, მაგნიტები და სარაკეტო ტექნოლოგია ჩინეთიდან შემოტანილ იშვიათ მიწიერ მასალებზეა დამოკიდებული, ზუსტად ისე როგორც დრონები. იგივე აღმასრულებელი ბრძანება იშვიათ მიწიერ მასალებზე აქაც ვრცელდება, მაგრამ ახლა უნდა ვისაუბროთ მწარე რეალობაზე. შეერთებულ შტატებს ბევრი იშვიათი მიწიერი მასალა აქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ბიუროკრატია. წყაროები ადასტურებენ, რომ მხოლოდ ნებართვების მიღების პროცესი 7-დან 10 წლამდე გრძელდება. ამ ყველაფერს რომ დაუმატოთ, ინვესტორების მოზიდვა და აღჭურვილობის შეძენა შეერთებულ შტატებში ახალი მაღაროს გახსნას საშუალოდ 29 წელი სჭირდება. ერთადერთი დასკვნა, რომელსაც აქედან გამოვიტანთ, არის ის, რომ პენტაგონის განკარგულება ჩინურ იშვიათ მიწიერ ელემენტებზე ძალიან გვიან გაიცა. როცა რაკეტები ამოიწურება, აშშ სამხედროებს მათ შესაძლებლად სასწრაფოდ რესურსების მოძიება მოუწევთ. საბრძოლო მარაგის სიმცირე ცნობილ საფრთხეს წარმოადგენს. პენტაგონი მზადა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა ის ნაკლებად მზადაა ისაუბროს Walt Typhoonზე. მაგრამ ომი მხოლოდ წყნარ ოკეანეში არ შემოიფარგლება. აშშ-ს დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, მისი ნაწილი შესაძლოა უკვე ამერიკის ტერიტორიაზე იყოს მოხვედრილი. 2024 წლის დასაწყისში აშშ-ს დაზვერვისა და ზორვისა და უსაფრთხოების სააგენტოების კოალიციამ გააფრთხილა, რომ ჩინეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი, სახელად Walt Typhoon, ფარულად იძენდა წვდომას ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მიზანი აუცილებლად არ იყო დაუყოვნებლივ ზიანის მიღება. მათი ამოცანა იყო კრიზისის დაწყებამდე მნიშვნელოვან სისტემებში წინასწარ დამკვიდრება. ჩვენ უკვე გვინახავს მსგავსი ჯგუფები მოქმედებაში. ადრე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ჯგუფმა მხოლოდ F-35 ტერაბაიტების მოცულობის მონაცემები მოიპარა. თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჰაკერულ ჯგუფებს შეუძლიათ შეაღწიონ პენტაგონში და ამერიკის ყველაზე საიდუმლო იარაღის პროგრამებში, რა უშლით ხელს რომ არ შეაღწიონ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში? რეალურად თითქმის არაფერი. აშშ-ში სადაზვერვო საზოგადოება უკვე აცხადებს, რომ Walt Typhoon-მა წარმატებას მიაღწია. საკუთარი სიტყვებით, რამდენიმე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციის IT სისტემები, ძირითადად კომუნიკაციების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო სისტემებისა და წყლისა და ნარჩენი წყლების სექტორებში უკვე კომპრომეტირებულია. და ჩვენ გვყავს სხვა წყაროებიც, რომლებიც იმავეს ამავეს ამბობენ. Microsoft მიიჩნევს, რომ Walt Typhoon-ის ოპერაციების მასშტაბი მოიცავს როგორც კონტინენტურ შეერთებულ შტატებს, ასევე საზღვარგარეთის ტერიტორიებს, როგორიცაა გუამი, სადაც მდებარეობს ამერიკის ყველაზე დიდი ბაზა წყნარ ოკეანეში. Microsoft-მა ასევე დაამატა, რომ სამიზნე სექტორებს შორის წარმოება და ტრანსპორტირებაც იყო. ეს შემთხვევითი არ არის. ძალიან რთულია ახალი გემების, თვითმფრინავებისა და რაკეტების წარმოება, როცა ენერგოსისტემები გათიშულია. ასე რომ ომი შეიძლება ოჰაიოში წავაგოთ, სანამ ერთი დრონიც კი აფრინდება. ფრთხილად დააკვირდით და ნახავთ, რომ ამერიკის სამხედრო სტრატეგიის ყველა საყრდენი ერთდროულად იბზარება. მაგრამ არსებობს უფრო სიღრმისეული პრობლემა, რომელზეც პენტაგონი ნაკლებად სურს საუბარი. სამხედრო ანალიტიკოსები ამას fait accompli risks უწოდებენ. სცენარი ასე გამოიყურება.
ჩინეთი სწრაფად მოქმედებს. რამდენიმე საათში ტაივანის თავდაცვაზე კოორდინირებული შეტევის შემდეგ იწყება ამფიბიური დესანტირება დასავლეთის სანაპირო ველზე. და თუ ჩინეთი შეძლებს მისი შენარჩუნებას 72 საათის განმავლობაში, ეს მთლიანად ცვლის თამაშის წესებს. ომის სიმულაციები ვარაუდობს, რომ ამერიკა უპასუხებს. და ამ ვარაუდზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. პენტაგონი უკვე 10 წლეულია ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას. არა როგორ მოიგოს ომი ჩინეთთან, არამედ როგორ კონდეს იქ ყოფნა ომის დაწყებამდე. ასე fait accompli შესაძლებლობის ფანჯარა საერთოდ არ გაიხსნება. ყველაფერი რაც შემდეგ მოდის, სწორედ ამ კონკრეტული პრობლემის პასუხია. თუ ხომალდები და დრონები იგვიანებენ, რაკეტები იწურება და ქსელი უკვე კომპრომეტირებულია. როგორ იგებ? ამაში არც ერთი არ არის რეალური გეგმა ომის მოსაგებად. მაშ რისთვისაა ეს ვითომ გეგმა? ეს უბრალოდ თეატრია. ძვირადღირებული, ზუსტად გათვლილი, ბირთულთან მიახლოებული თეატრი. და მაყურებელი პეიკინია. ნამდვილი გეგმა არასდროს ყოფილა მარტივი გამარჯვება. შეგვიძლია ციტირება გავაკეთოთ წყაროს, რომელსაც ჩინელები ამჯობინებენ, რომ გავიგოთ, რას ფიქრობს პენტაგონი სინამდვილეში. სუნძი ამბობს, რომ ნამდვილი სრულყოფილება მტრის უბრძოლველად დამორჩილებაშია. ეს არის ნამდვილი გეგმა. პენტაგონი იტყოდა, რომ აქამდე ზედმეტად უყურებდით საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებს და არასაკმარის ყურადღებას ვაქცევდით საზღვაო ქვეითებს. 2024 წლის აპრილში ამერიკელი საზღვაო ქვეითები გადავიდნენ მაულუსტის კუნძულზე ფილიპინებში, რომელიც ტაივანიდან 100 მილიონზე ნაკლებ მანძილზეა. ისინი სულაც არ მოქმედებდნენ ფარულად. მათთან ჰქონდათ გემსაწინააღმდეგო სარაკეტო ბატარეები, მსუბუქი ამფიბიური საბრძოლო ხომალდები, სენსორები, რომლებსაც ასობით მილის დაშორებიდანაც კი შეეძლოთ საცეცხლე მხარდაჭერის გამოძახება. შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ ისინი შეაგროვეს აღჭურვილობა და დატოვეს ტერიტორია. ჩინეთმა ეს შეამჩნია და სწორედ ეს იყო მიზანიც. ეს დანაყოფი იყო საზღვაო ქვეითთა ლიტორალური პოლკი. ისინი საკმარისად მცირე ზომის არიან, რომ სწრაფად გადაადგილდნენ და საკმარისი აღჭურვილობა აქვთ, რომ ვინმეს დღე გაუფუჭონ. მათი მთავარი მიზანია, რომ პირველი კუნძულოვანი ჯაჭვის გარე კუნძულებზე გადაადგილდნენ. მაბულუსტი, ფილიპინებში. იონაგუნი, იაპონიის რიუკიუს ჯაჭვის ბოლოში, ერთდროულად ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჩინურ ფორმირებებზე დარქმით. ისინი არ ელოდებიან პირველ სარაკეტო იერიშს. ისინი იფანტებიან, ადგილს იცვლიან. მათი უგულებელყოფა ძვირი ჯდება და პოვნართულია. და სამხედრო ძალისთვის, რომელმაც 10 წლეულები გები გაატარა ამერიკული სტაციონარული ბაზების გაბის განადგურების დაგეგმვაში, ეს სერიოზული პრობლემაა. პენტაგონი სპეციალურად ახმაურებს ამ სწორთნებს. შეტყობინება პეკინისთვის ასეთია. ჩვენ უკვე იქ ვართ. ვიცნობთ რელიეფს და ისევ დავბრუნდებით. მაგრამ ჩინეთი რამდენიმე საზღვაო ქვეითა პოლკს პატარა კუნძულებზე არ შეეშინდება. საჰაერო ძალები ამტკიცებს, რომ გამოსავალი იპოვეს. ავიამზიდებისგან განსხვავებით, საჰაერო ძალების ბაზები გადაადგილებადი არ არის, მაგრამ თვითმფრინავები კი შეიძლება გადაადგილდეს. აი ამიტომ შეიმუშავეს მოქნილი საბრძოლო გამოყენების კონცეფცია. ეს გეგმა კონგრესს 2024 წლის ივნისში წარუდგინეს. საჰაერო ძალების ხედვაა, რომ მათი თვითმფრინავები განთავსდეს ბევრ პატარა ადგილზე და არა მხოლოდ დიდ ბაზებზე. ეს იქნებოდა მოუწყობელი ადგილები, სადაც მხოლოდ იმდენი ნაწილი იქნებოდა, რომ ოპერირება შეძლონ. ჯარები სწრაფად შევიდოდნენ და გამოვიდოდნენ. საწოვის შევსებაც სწრაფი იქნებოდა. სარდლობა და მართვა გადაინაცვლებდა ისეთ პატარა ქსელებზე, რომლებსაც ბადეების ქვეშ დამალვა შეეძლებათ და პირდაპირი ხედვის ხაზით იმუშავებენ. ეს მხოლოდ თეორია არ არის. წყაროები და კოსმოსიდან გადაღებული სურათები არ იტყუებიან. გეგმები უკვე ამოქმედებულია. უბრალოდ შეხედეთ ამერიკულ ბაზებს ფილიპინებში გაძლიერებული თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. მათი რაოდენობა 9 ფილიპინების კუნძულების გასწვრივ და პენტაგონი იტყვის, რომ მისი გზავნილი ნათელია. სამხრეთული ობიექტები, როგორიცაა ანტონიო ბატისტას საჰაერო ბაზა, უფრო შორსაა ჩინეთის მატერიკისგან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად დაზიანდებიან რაკეტების მასიური შეტევის დროს. მაგრამ ყველაფერი რაც იქ გადარჩება, შეძლებს ბევრად უფრო მძიმე ზიანი მიაყენოს შემოჭრილ ძალებს. ამასობაში ჩრდილოეთის ობიექტები, როგორიცაა კამილო ოსიასის საზღვაო ბაზა, ბევრად უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებენ, მაგრამ ისინი კარგად არიან განლაგებულნი. პეკინის გენერალიტეტი იცის, რომ თუ ეს ბაზები განადგურდება, მათთან ერთად ბევრი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპება და ტექნიკა განადგურდება. ისინიც იციან, რომ მოქნილი საბრძოლო განლაგება ფილიპინებს გაცილებით მიღმაც ვრცელდება. ჩრდილოეთ მარიანასის ტინიანის მსგავს შორეულ წყნარი ოკეანის კუნძულებიდან დაწყებული მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში იაპის კუნძულზე სამოქალაქო აეროპორტების აღჭურვით დამთავრებული ეს ტენდენცია ნათელია. სურათები და ფინანსური ნაკადები აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირველივე რაუნდებში არ გამოვარდეს. და ჩინეთმაც ეს იცის. აშშ-ში სამხედრო ძალები ასევე აცნობებენ პენტაგონს, რომ ხავს მოკავშირეები, არა მხოლოდ პასიური, რომლებიც თავიანთი ტერიტორიის გამოყენების უფლებას აძლევენ, არამედ აქტიური, რომლებიც მზად არიან ბრძოლაში ჩაერთონ. CSIS-ის სამხედრო თამაშში მხოლოდ შეერთებული შტატების რაკეტები არ იყო ჩართული.
ტაივანსაც აქვს საკუთარი ანტიგემის რაკეტები. ეს რაკეტები ერთ კვირაში ამოიწურება, მაგრამ ეს კიდევ ასობით დამატებითი რაკეტაა. თუმცა ტაივანის შეკავების პირველი ხაზი ჩამჭრელი რაკეტები კი არა, გეოგრაფიაა. ჰუკაზე ის კუნძულს გავს, რომელსაც ბევრი მხრიდან შეიძლება მიუახლოვდე. რეალურად კი სანაპიროს უმეტესობა დიდი დესანტისთვის არ არის შესაფერისი. ტაივანს დაახლოებით 870 მილი სანაპირო აქვს, მაგრამ მისი დიდი ნაწილი კლდეებია, ქვებია ან დასახლებული ტერიტორიებია. მხოლოდ რამდენიმე პლაჟია, სადაც დიდი ძალა რეალურად შეძლებს დესანტირებას. და თუნდაც წარმოიდგინო, რომ ამ პირველ ნაბიჯს გადალახავ, რელიეფი ყველაფერს ართულებს. კუნძულის დასავლეთი მხარე ნებისმიერი შეჭრისთვის იდეალური ადგილია. ეს ის ნაწილია, რომელიც ჩინეთის მატერიკისკენაა მიმართული და ასევე აქ არის ყველაზე მეტი ბრტყელი მიწა. მაგრამ ამ სიბრტყეს დიდი მნიშვნელობა აქვს. სანაპირო ვაკე ვიწროა, ოკეანესა და კუნძულის შუაგულში გადაჭიმულ ციცაბო მთებს შორის მოქცეული. თუ ძალა მართლაც დაეშვება, მას არ დახვდება ღია სივრცე გასაშლელად. ის მაშინვე წააწყდება ქალაქებს, გზებს და რელიეფს, რომელიც ბუნებრივად მიმართავს მოძრაობას ვიწრო ადგილებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის ცვლის შემდგომი ბრძოლის ფორმას. ფართო ფრონტის ნაცვლად მიიღებთ ბევრად უფრო შეკუმშულ და რთულად გასავლელ სივრცეს. ტაივანი ასევე მუდმივად აუმჯობესებს თავის საჰაერო ძალებს, განსაკუთრებით F-16 პარკს. 2024 წლისთვის ტაივანმა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი F-16 პარკი შექმნა და ეს წარმოადგენს მის ჰაერში უპირატესობის მოპოვების მთავარ ნაწილს ნებისმიერ კონფლიქტში. ეს საწყისი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჰაერში უპირატესობისთვის ბრძოლას შეძლებ, მტრისთვის ყველაფერი მიწაზე უფრო რთული ხდება. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება აღჭურვილობასაც კი არ ეხება. ეს ადამიანებზეა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2022 წელს ტაივანმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 4 თვიდან 1 წლამდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი იღებს რეალურ წვრთნას და მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი მზად არის უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის შესაძლებლობისთვის. ეს ასევე მიუთითებს აზროვნების ცვლილებაზე, ეროვნული იდენტობის ცვლილებაზე. იდეა მხოლოდ გარე დახმარებაზე დაკრნობა არ არის, თუ რამე არასწორად წავა. არამედ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ საკუთარი ძალებით უფრო დიდხანს შეძლოს თავდაცვის შენარჩუნება ვიდრე ადრე. ეს ყველაფერი არაფერს არ იძლევა გარანტიას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ჩინურ შეჭრას მოუწევს გამკლავება ბევრად უფრო რთულ ადგილთან, ვიდრე რუკაზე ჩანს. თუმცა ტაივანი მარტო არ არის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იაპონია აშენებს სამხედრო ძალას, რომელსაც შეტევითი ოპერაციების ჩატარება შეუძლია. იაპონიას 2027 წლისთვის უნდა დაეხარჯა MŠP-ს 2% თავდაცვაზე. ახალმა პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ თქვა, რომ ეს საკმარისად სწრაფი არ არის. ამიტომ თავდაცვის ხარჯები 2026 წელს 1.9%-მდე გაიზარდა. იაპონია იძენს საკუთარი გრძელი რადიუსის Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტებს, ასევე საჰაერო გაშვების რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ 300 მილის დაშორებით მდებარე სამიზნეების განადგურება. არსებობს ახალი, ადგილობრივად წარმოებული ჰიპერბგერითი ანტიგემის რაკეტებიც, რომლებსაც შეუძლიათ გემის განადგურება 600 მილის მანძილზე. იაპონური წყაროების მიხედვით ისინი უკვე განლაგებულია. ფილიპინებიც აგროვებს რაკეტებს, მაგალითად HIMARS სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ ხმელეთზე დაფუძნებული ზუსტი დარტყმის რაკეტის გაშვება 310 მილის სიშორემდე. ჩინეთმა რუსების გამოცდილებიდან კარგად იცის, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს სისტემები. და განსხვავებით უკრაინისგან, ეს HIMARS სისტემები სპეციალურად გემებზე დარტყმისთვის არის შექმნილი. სამხედრო თამაშმა ეს არ გაითვალისწინა. ამერიკის რაკეტების მარაგი მართლაც ამოიწურებოდა რამდენიმე კვირაში, მაგრამ ეს მხოლოდ ამერიკის მარაგებს ეხება. იაპონიისა და ფილიპინების წყალობით ასობით რაკეტა კიდევ ხელმისაწვდომი იქნებოდა. ამოიწურებოდა ისინი სწრაფად? დიახ, მაგრამ ისინი ჩინეთის ძალებს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდნენ. გეგმის კიდევ ერთი ბოლო ნაწილი არსებობს, რომელიც ყველა ამ დანარჩენ ნაწილს აერთიანებს. ამ რაკეტებიდან ზოგი მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან საკვანძო საზღვაო გასასვლელებიდან იქნებოდა გაშვებული. პროექტი Hellscape გაერთიანდებოდა საზღვაო გზების ბლოკადასთან, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მალაკის სრუტე კვლავაც ის ადგილია, საიდანაც ჩინეთი თავისი ენერგიის 70%-ის იმპორტს ახორციელებს. ჩინეთისთვის უფრო ახლოს ვაჭრობა შეიზღუდებოდა, რადგან ლუზონისა და მიაკოს სრუტეებიც ჩაიკეტებოდა. ესეთი კომპანიები, როგორიცაა Lloyd's, გამოაცხადებდნენ, რომ აღარ დააზღვევენ არც ერთ გემს, რომელიც სადაო წყლებში გადაადგილდება. რადგან ეს ჩინეთის სანაპიროს ყველა წყალია, მისი უზარმაზარი სავაჭრო ფლოტი მძიმე ტვირთად გადაიქცეოდა. სი ჯინპინი თავის სარდლობის ცენტრში შენგნანჰაიში უყურებდა, როგორ იზრდება მსხვერპლი და როგორ ეცემა საფონდო ბირჟა. მაგრამ სიმხოლოდ ჩინეთის ეკონომიკის კოლაფს არ უყურებს. მან უკვე იცის რა ემართება დანარჩენ მსოფლიოს, როცა ტაივანი ითიშება. და ეს ყველასაც იცის. TSMC გაითიშება. Apple-ის მეთოდების ჯაჭვი გაჩერდება. Ford-ის საწარმოო ხაზები შეჩერდება.
სამედიცინო აპარატურის დეფიციტი იწყებს გამოჩენას ქვეყნებში, რომლებმაც არც ერთი გასროლა არ განხორციელებიათ. მსოფლიო მუშაობს ჩიპებზე, რომლებიც ერთი კუნძულიდან მოდის. სი მხოლოდ ტაივანზე არდებს რისკიან ფსონს და ეს კარგად იცის. სწორედ ამიტომ ისინი, ვინც მის შეჩერებას ცდილობენ, იმედოვნებენ, რომ პირველი ის დაახამხამებს თვალს. თუ ამას არ გააკეთებს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყველაზე ფუნდამენტურ დაპირებას დაარღვევს. მისცეს ხალხს ეკონომიკური ზრდა და სოციალური სტაბილურობა ავტორიტარული მმართველობის სანაცვლოდ. აქვს კი მას გამბედაობა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. თუ ყველაზე ცუდი მოხდება, ეს რეპლიკატორი დრონები და მარტივად გასაშვები რაკეტები ტაივანში შეჭრას სრულად ვერ შეაჩერებენ. მაგრამ ისინი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩინეთის სამხედრო ძალებმა ისეთი დანაკარგები განიცადონ, როგორიც კორეის ომის შემდეგ არ ქონიათ. ისინი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ჩინეთის ეკონომიკა ისეთი არეულობის წინაშე აღმოჩნდეს, როგორიც მაოს დროიდან არ უნახავს. სი ამას გაიგებდა. იმიტომ რომ ის იცის, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ბრძოლას მაშინაც შეძლებენ, როცა დაჭრილები არიან. პენტაგონის გზავნილია, რომ თუ გამარჯვება ამერიკისთვის ადვილი არ იქნება, ჩინეთისთვისაც ადვილი არ იქნება. ეს არის პენტაგონის ნამდვილი გეგმა. იყოს გამარჯვებული მაღალი ფსონების თამაში, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს არ უთმობს. დრონების ჯგუფები, წყალქვეშა ნავები, Rapid Dragon-ის რაკეტები, შორეულ კუნძულებზე განლაგებული საზღვაო ქვეითა ბრიგადები, ეს ყველაფერი გამარჯვებისთვის არ არის შექმნილი. ის შექმნილია იმისთვის, რომ ომის დაწყება შეუძლებელი გახდეს. ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულმა სამხედრო ძალამ შექმნა გეგმა, რომლის ერთადერთი მიზანიც არის ის, რომ მისი გამოყენება არასდროს დასჭირდეთ. შეგვიძლია მაინც ვთქვათ, რომ ეს გეგმა განსხვავებით იმ იდეისგან, რომ ჩინეთივით ძლიერ მოწინააღმდეგეს 48 საათში გადამწყვეტად დავამარცხებთ. ეს უბრალოდ სურვილების რეალობად აღქმაა. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. და თუ გსურთ მსგავსი ვიდეოების ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეთხოვინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე MapHack-ზე.